მოდით ერთად შევაფასოთ აუზი, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე. თბილისიდან დაახლოებით 1 საათში აღმოჩნდი სრული სიმწვანით გარშემორტყმულ სივრცეში და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. პირველად ყურადღებას ალბათ თითელი ქოლგები და შეზლონგები მიიქცევს, რადგან ძალიან კარგი კონტრასტი იქნება გარემოსთან. აუცილებლად აღმოაჩენთ დიდ საქანელას, რომელიც ერთ-ერთი მახასიათებელი დეტალი არის ამ ობიექტის. რაც ძალიან სასიამოვნო არის ის, რომ ყველა შეზლონგთან გათვალისწინებული არის როზეტები. ასევე აუცილებლად უნდა აღნიშნო ქართული ანბანის მოტივებზე დამზადებული მუთაქები. ძალიან კომფორტული არის ის, რომ აუზში შეგიძლიათ ჩახვიდეთ როგორც მეტალის კიბით, ასევე საფეხურებით. ძირითადი შენობა არის სრულად მონოლითური და მინიმალისტური ჩარევით, არის გამოყოფილი გასახდელი სივრცეების შესასვლელი, სველი წერტილები და ბარი. ობიექტის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ მოხატული არის თემატურად და ალბათ ესეც დაგამახსოვრდებათ. თუ აქ დარჩენის მსურველებიც იქნებიან, არის კოტეჯები, რომლებიც შეგიძლიათ იქირაოთ დღიურად. ეს ყველაფერი არის თბილისიდან დაახლოებით 1 საათის გზაზე. თანაც ქალაქგარეთ გასვლაც გამოგივათ და აუზზე გაგრილებაც. აქ კი ქულებით შევაფასებთ ჩემ გამოცდილებას ამ ობიექტზე. გამიზიარეთ თქვენ რომელ აუზებს ირჩევთ. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. მადლობა რომ იყურეთ დროებით.